გამარჯობათ, მე ვარ ზურაბ კუპრავა, ყოფილი პოლიციის თანამშრომელი. 2007 წლიდან მუშაობ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2013 წელს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა დავით ცინარიძემ შეთითქმული ბრანდებით გამანთავისუფლა სამსახურიდან. აღნიშნული აქტი მე რა თქმა უნდა გავასაჩივრე სასამართლოში. ამის შემდეგ 31 იანვარს სასამართლომ მე გამამართლა და მიიღო გადაწყვეტილება ჩემი დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. რის შემდეგაც დავით ცინარიძე იძულებული გახდა სასამართლო ბრძანების საფუძველზე მოეხდინა ჩემი აღდგენა. მან აღმადგინა კიდევაც 22 აპრილს, რის შემდეგაც იმავე დღეს 22 აპრილს ისევ დამითხოვა სამსახურიდან უკან. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რა თქმა უნდა, ეს დღევანდელ საქართველოში მსგავსი ქმედება აღარ უნდა ხდებოდეს. აგრეთვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ იმის შემდეგ, რაც ბატონმა ცინარიძემ დამითხოვა 22 აპრილს 23-ში მინისტრმა ჭიკაიძემ დამაწინაურა წოდებით 22-ში დამითხოვა ცინარიძემ სამსახურიდან და 23-ში მეორე დღეს მინისტრმა ჭიკაიძემ დამაწინაურა დოკუმენტი. როგორც ჩანს, სრული ქაოსია დღევანდელ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვინ რასაც ერთხელს კაცშვილი აზრზე არ არის. მე ბოლოს ვიყავი პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე. დამაწინაურა წოდებით სწორედ დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება ამაში, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მიენიჭოს სამხედრო წოდება, რაც მოხდა ჩემ შემთხვევაში. დიახ, უკვე მოქალაქე ვიყავი. წოდება მომცა უფროს ლეიტენანტის, ვიყავი ლეიტენანტი. მეორე დათხოვნის საფუძველი ჯერ არ მომსვლია, გამოთხოვილი მაქვს, თუმცა იქ ვერ ეწერება ვერანაირი რეალური მიზეზი, იმიტომ იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება ერთ დღეში დანიშნულმა ადამიანმა ისეთი დანაშაული, ისეთი დარღვევა, მით უმეტეს რომ არ გავცვლო სამსახურში, ისეთი დარღვევა ჩაიდინოს, რომ გაანთავისუფლა სამსახურიდან. თუმცა ცნობილი არ იყო ჩემთვის არც დანიშნვის, არც აღდგენის შესახებ, შესაბამისად ცნობილი არ იქნებოდა არც განთავისუფლების შესახებაც. ამიტომ მე ისევ რა თქმა უნდა გავასაჩივრებ აღნიშნულ აქტს სასამართლოში, ისევ დავამხობ სამართლებრივი გზით ამ ბრძანებას, ცინარიძის სამბრძანებას. თუმცა არ ვიცი რამდენად შედეგს მივაღწევ, იმიტომ რომ ერთხელ უკვე გამამართლა სასამართლომ, ერთხელ უკვე აღმადგინა სასამართლომ და ამის შემდეგ ცინარიძე ისევ გამანთავისუფლა სამსახურიდან. პარალელურად ჩვენ განსაკუთრებით ცუდი ის არის, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ჯილდოვდებიან ყოფილი მილიციელები, ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ სამსახურიდან სახლში უშვებენ პოლიციელებს, რომლებიც უანგაროდ კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავიანთ სამშობლოს. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს არასწორი პოლიტიკა, რომელსაც მოაქვს ის ლოგიკური შედეგი, რომელსაც ჩვენ გვგრძნობთ საკუთარ თავებზე და რომელსაც სახელად ქვია კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესება ჩვენს ქვეყანაში. პირველი დათხოვნის მე ვფიქრობ, რომ ფიქრობ კი არა, ასეა, რომ პირველი დათხოვნის მიზეზები იყო მოტივირებული, შესაბამისად მათ ვერ მოახერხეს სწორი არგუმენტებით ჩემი სამსახურიდან განთავისუფლება, შეთითქმეს მრავალი ბრალდება და რაც სასამართლოზე ვერ გაიტანეს კიდევაც და ჩაუტვლავდათ საქმე, სასამართლომ გამამართლა. სადისციპლინურ გადაცდომებს მე დავებოდნენ, რაც ბუნებაში არ ყოფილა ჩემ შემთხვევაში. ვერ მოახერხეს დაფიქსება. პირადი არა. უბრალოდ მე გეტყვით, მე ახლო ურთიერთობა მქონდა იმ პოლიციელებთან, რომლებიც დღეს აქტიურ პოლიტიკაში არიან და იცავენ მაღალი თანამდებობის პირებს, კონკრეტულად გულისხმობ გოგაუნიანს. რა თქმა უნდა, ჩემი დათხოვნაც უკავშირდება გოგაუნიანთან ახლო მეგობრობას, აგრეთვე ერთ-ერთი მოტივი შეიძლება ესეც იყოს, თუმცა ამას არ ვამტკიცებ, მაგრამ ერთ-ერთი მოტივი შეიძლება ისიც იყოს და ამავდროულად ისიც, რომ მე ღიად და დაუფარავად გამოვთქვავდი უკმაყოფილებას იმ საკითხებზე, რაც არ მომწონდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე
ზოგადად ქვეყანაში. მე დავინიშნე 2007 წელს 7 წლიდან 2007 წლიდან ვარ პოლიციელი, ვიყავი 2013 წლამდე. 2013 წლის მარტის თვეში დამითხოვეს ცინარიძის ბრძანებით. ცინარიძე არის საბადო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. არა, სისხლის სამართლის საქმე ჯერჯერობით მაგდენი პატივი არ დაუდიათ, რომ არა, ჩემს შემთხვევაში მსგავსი რამ არ ყოფილა და ამას თავისი ლოგიკური არგუმენტიც აქვს, იმიტომ რომ მე იმდენად წინააღმდეგობაში მოვედი მათთან, რომ ამას ვერც მეტყოდნენ, უბრალოდ ელემენტარული მიზეზის გამო რომ იცოდნენ არც გაუვიდოდათ ჩემთან მსგავსი ურთიერთობა და შესაბამისად არც უთქვათ. ბოლოს საპატრულო პოლიციიდან წამოვედი. არა. მე გოგასთან ერთად მუშაობდი, შემდეგ წავედი საპატრულო პოლიციაში. დაინაძალადების სამართლებაში. დიახ, შემდეგ გადავედი საპატრულო პოლიციაში. დიახ. იარ დამაჯილდოვა წოდება მომანიჭა. წოდება მომანიჭა მოქალაქე ზვიად კუპრავას. დიახ. აი მე შევიდა განახოთ ახლა. არა, ბრძანებაში მოქალაქე არ წერია, ბრძანებაში წერია პოლიციის ლეიტენანტი. აგერამა 22/04/14 წლის ბრძანება ცინარიძის მიერ ხელმოწერილი, სადაც წერია, რომ განთავისუფლდეს თანამდებობიდან ზვიად ნუგზარიძე კუპრავა. ეს არის 22/04/2014 წლით დათარიღებული. ეს არის მეორე ბრძანება, მეორე დღეს გამოცემული უკვე 23/04/2014 წლის, სადაც მინისტრი ჭიკაიძე აწერს უკვე ხელს და წერია, რომ ზვიად ნუგზარიძე კუპრავასო მიენიჭოსო წოდება. მოქალაქეს. ოფიციალურად მოქალაქე ვიყავი, თუმცა როგორც ჩანს მინისტრი ან ის პირები, ვისაც მინისტრთან შეაქვს მსგავსი დოკუმენტაციები მოსაწესრიგებლად და ხელმოსაწერად, არ იყვნენ ინფორმირებულები, არ ჰქონდათ კოორდინაცია ერთმანეთში და ამიტომ ეს მოვიდათ შეცდომის დონეზე, მაგრამ ეგ რამდენად შეიძლება შეცდომა დაღიქვას ყველა ნორმალურ ქვეყანაში მსგავს ბრძანებებზე აღიძრება აუცილებლად სისხლის სამართლის საქმე, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება ზოგადად მოქალაქისათვის წოდების მინიჭება არის დანაშაული, არ შეიძლება, არ ხდება, როგორც აქამდე არ ხდებოდა ყოველ შემთხვევაში პრაქტიკა მსოფლიოში არ არის ამის პრაქტიკა, რომ მოქალაქეს მიენიჭოს წოდება. ჩვენთან მოხდა დაფიქსირდა ესეთი სიტუაცია. უკმაყოფილებას გამოვთქვავდი იმის პარალელურად, რომ ხედავდი დღითი დღე იზრდებოდა კრიმინალური მდგომარეობა და მე როგორც მოქმედ პოლიციის თანამშრომელი სურვილი მქონდა მეკეთებინა ის საქმე, რაც რეალურად უნდა მეკეთებინა. მე გავხსენი რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ერთი გახმაურებული ოქროს საქმე და ამ საქმეს გადამაყოლეს ფაქტიურად ამიტომ დამითხოვეს. არა, დისციპლინარული გადაცდომა არსად არ გამოკვეთილა. დისციპლინარული გადაცდომა რო გამოკვეთილიყო, ამას სასამართლო რა თქმა უნდა. ხო. არა, მათი მტკიცებით მე გავხსენი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არ უნდა გამეხსნა, ეს არაოფიციალური მტკიცებით. არაოფიციალურად. იმიტომ რომ დანაშაულის ჩემ და სამწუხაროდ აღმოჩნდა ჩემი თანამშრომლის მიერ ჩადენილი. პოლიციის თანამშრომლის მიერ ჩადენილი. თუ მოძველებული თემა არ არის, გეტყვით. ეს მოხდა 2000 ჩემი თემა
თავიდანაც დავიწყე, ჩემ წინაზე ცოტა ხო, ოქრო ცალკე ჩავწეროთ. დედნები. თუ ეგ გაინტერესებს. არა, დედანია, რომელიც მომივიდა სამინისტროდან. კი, თავიდანვე გავაკეთე. წინ კი, როგორ